საქართველოს წიგნის გამომცემელთა ასოციაცია და გამომცემლები ხელისუფლებას მიმართავენ და სფეროთი დაინტერესებისკენ მოუწოდებენ. მათი თქმით, შეჩერებულია ყველა ის პროექტი, რაც მათ თანამედროვე ქართული ლიტერატურის გამოცემაში ეხმარებოდა. 25 იანვარს სპეციალური კომისია კულტურის მინისტრის თავმჯდომარეობით უნდა შეკრებილიყო, რომელსაც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს სტენდის დიზაინი უნდა შეერჩია. თეონა გიორგელაშვილი შემოგვიერთდება დეტალებით პირდაპირ ეთერში. თეონა, გისმენთ. ქეთი, შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. მინისტრი დახურულ ფორმატში ხვდებოდა გამომცემლებს და პირადად მათგან ისმენდა იმ პრეტენზიებს, რაც დღეს გამომცემლებმა პრესკონფერენციაზე გააჟღერეს. კულტურის მინისტრი არის იმ კომისიის თავმჯდომარე, რომელმაც უნდა შეარჩიოს და დაამტკიცოს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე წარსადგენი საქართველოს სტენდი, ლოგო, სლოგანი და კონცეფცია. დღეს გამომცემლები ასევე საუბრობდნენ საგამომცემლო სფეროს დაფინანსებისა და მხარდაჭერის შესახებაც და სავარაუდოდ მათ მინისტრთან ამ თემასთან დაკავშირებითაც ჰქონდათ კითხვები. არ უნდა ფერხდებოდეს, არც ერთ შემთხვევაში არ უნდა ფერხდებოდეს ეს პროექტი გაურკვეველი მიზეზების გამო მით უმეტეს და ეს გულისხმობს პირველ რიგში პავილიონის დიზაინის კონკურსის შეფერხებას, იმიტომ რომ ჩვენ ვერ მივიღეთ ამ დრომდე პასუხი, რა მიზეზებმა განაპირობა, რომ ეს პროცესი გვიანდება, რომ ჩვენი უცხოელი კოლეგები გვეკითხებიან, რომ რას ვაპირებთ და ამაზე პასუხი არ გვაქვს. იმ დროს, როდესაც უნდა გამოიცემოდეს უფრო აქტიურად თანამედროვე ქართველი ავტორების წიგნები და ჩვენ წარვადგინოთ ის მრავალფეროვანი სურათი, რაც დღეს თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში არის, ჩვენი პოეზია, პროზა, რომანები, ესეისტიკა. ფაქტობრივად ეს პროცესები ნაკლები ხელშეწყობის ან ხელშეწყობის საერთოდ არარსებობის პირობებში ეს პროცესი ძალიან შეფერხდება. კულტურის მინისტრის შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთებს კომენტარს და სწორედ ამის შემდეგ გავიგებთ რა კითხვები ჰქონდათ გამომცემლებს მასთან და რა გადაწყვეტილება მიიღეს ამ შეხვედრაზე.